როდესაც ადამიანს მთვარე ყავს ნეგატიურად ასპექტირებული, როდესაც მთვარე არის მთლიანად ნეგატიური ასპექტებით, ისეთ ადამიანთან შედარებით უფრო მეტი სიფრთხილე არის საჭირო. მას უჭირს საკუთარი სურვილების და მოთხოვნილებების გაგება და შესაძლოა იმდენად გაგება არ უჭირდეს, რამდენადაც უჭირს ამ ყველაფრის გადმოცემა, რეალიზაცია. შესაბამისად, არიან ძალიან ბუტიები, ყველაფერის წინთ ეს გამოაჩენს თუ არ გამოაჩენს ამ ყველაფერს ეს ალკე თემა არის, ძალიან სენსიტიურები არიან. როდესაც ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ეს ადამიანთან, ან ვიცნობთ ეს ადამიანს, არ აქვს მნიშვნელობა, სტატუსი იქნება ეს მეგობარი, შვილი თუ ასე შემდეგ, უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილად სიტყვებთან, გამოხატვასთან. თუ ეს არის ბავშვი, უნდა ვასწავლოთ როგორ გამოხატოს საკუთარი თავი, როგორ გამოხატოს საკუთარი სურვილები კორექტულად. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ადამიანს არ აქვს სურვილები ან არ ესმის საკუთარი სურვილების, შესაძლოა არ ესმოდეს, შესაძლოა ესმოდეს, მაგრამ გაუჭირდება ყველა შემთხვევაში გამოხატვა ამ ყველაფრის. თუ ეს არის ბიჭი, მამაკაცი, გაუჭირდება კორექტულად გამოხატვა. ქალთან ურთიერთქმედების პრობლემა იქნება გამოხატვის მხრივ, შესაძლოა რაიმე ან არაეთიკური, შესაძლოა რაღაც უადგილო, შესაძლოა რამე უფრო უხეში თვით გამოხატვა ჰქონდეს, აქ უკვე გააჩნია ნიშანს და გააჩნია სახლს, გააჩნია რა თქმა უნდა კონკრეტულ ასპექტებსაც, მაგრამ საერთო ჯამში რომ შევაჯამოთ, ესეთი ადამიანი ყოველთვის იქნება შინაგანად უფრო სენსიტიური, ექნება თავდაჯერების პრობლემა, იქიდან გამომდინარე დაზიანებულია მთვარე, ექნება ემოციების გამოვლენის პრობლემა, ექნება პრობლემა საკუთარ სურვილებთან. ესეთი ადამიანი შესაძლოა ძალიან კაპრიზული იყოს და არაფერი არ მოსწონდეს და შესაძლოა პირიქით მქონდეს აი ესეთი დამოკიდებულება, რომ ჩემთვის სულ ერთია, მე ყველაფერს მივიღებ. უჭირს ადაპტაცია ძალიან ესეთ ადამიანებს, არ ერგებიან, ვერ ერგებიან ვერც ერთს, ნუ იქ რა თქმა უნდა ვენერა იქნება დამხმარე თუ ვენერა შედარებით უფრო ძლიერი იქნება, მაგრამ ზოგადად როდესაც მთვარე დაძიანებული ადამიანს უჭირს ადაპტაცია გარემოში. და შესაძლოა ეს ადამიანი უბრალოდ იკეტებოდეს საკუთარ წარმოდგენებში, საკუთარი აზრის შეცვლა გაუჭირდება, დამოკიდებულების შეცვლა გაუჭირდება. შესაბამისად, მისთვის იდეალური ვარიანტი იქნება ჩამოიყალიბოს რაღაც კონკრეტული ერთი წარმოდგენა, თუნდაც სამყაროზე, თუნდაც ურთიერთობაზე და მიხვეს იმას, იმიტომ რომ ძალიან გაუჭირდება ადაპტაცია და შეცვლა აზრის. გარემოზე მორგება, რთული იქნება ესეთი ადამიანის გაზრდა, იმიტომ რომ ცენტრალურ რუკაში არის მთვარე დაზიანებული, დედის გავლენა არის ნეგატიური და ამიტომაც დედამ არ ვიცი, მაქსიმალურად რუკიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ანალიზიდან გამომდინარე, უნდა გააკეთოს მისი მაქსიმუმი, რომ ეს რაღაცნაირად შერბილდეს ეს კონკრეტული მაჩვენებელი.